ქართული ოცნება ხელისუფლებაში არის, ავითვალოთ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, შესაბამისად 2025 წლის 1 ოქტომბერს სრული 13 წელიწადი შესრულდა, გასრულდა, მას შემდეგ რაც ბიზინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია, კოალიცია თავდაპირველად და უკვე შემდგომ ერთპიროვნულად პარტია არის საქართველოს ხელისუფლებაში. მართალია ბოლო წელიწადი და ცოტა მეტია ის არაკანონიერია, მაგრამ მანამდე 11-12 წლის განმავლობაში ხომ კანონიერი იყო, ვინ დავობს ამაზე. 12 წელი საკმაოდ დიდი დროა, თუ გულახდილები ვიქნებით, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, ყველაში არა, მაგრამ ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არათუ 12, არამედ 8 წელიც კი ვერ ჩერდება ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა, თუმცა რა საკვირველია გვაქვს შემთხვევები შუაგულ ევროპაშიც, როცა არათუ 12, არამედ 16, 20 წელიც კი გარჩევებულა შერჩენილა ძალაუფლებას. ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, ესა თუ ის პოლიტიკური გუნდი, მაგრამ თავისი არსით არადემოკრატიული, ხაზგასმით ვამბობ, პოლიტიკური გუნდი ევროპაში არათუ 8, არამედ 4 წელიც, 2 წელიც კი ვერ ჭაჭანდება მეთქი, ესეთი მემარჯვენეს არასწორი სიტყვა, კონსერვატორულის არასწორი სიტყვა, უფრო ისეთი აი მოფაშისტო იმდენად კონსერვატორები, რომლებსაც ფაშიზმშიც კი მიედავები და აქვთ, არათუ მიედავები, არამედ აქვთ ეს ნაციონალიზმის ფაშისტური, ნაცისტურ-ფაშისტური იერსახენი და წიაღსვლები გარკვეულ შემთხვევებში. ქართული ოცნება მოკლედ ევროპული რო იყოს საქართველოს 8 და 12 წელიწადი კი არა, 4 წელიწადიც ვერ გაჩერდებოდა 2016 წელს დაასრულებდა საკუთარ მმართველობას და ამასთან დაასრულებდა სამუდამოდ, მაგრამ მე სხვა მიზეზის გამო საუბრობ ამ თემაზე. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან არის მეთქი ხელისუფლებაში, 2024 წლის 1 ოქტომბერს 12, 25 წლის 1 ოქტომბერს 13 წელი გასრულდა და ჩვენ ასე ვიცოდით მართლაც, რომ ქართული ოცნება იმ თავითვე, აი სულ პირველი დღეებიდან იყო კორუფციის აღმომხრელი პოლიტიკური ჯგუფი. ანუ მისი პირველი თაობა ეს არის კოალიციური ქართული ოცნება, რომლის წევრებიც იყვნენ უსუფაშვილი, ხიდაშელი, ზოგადად რესპუბლიკური პარტია, აგრეთვე ალასანია, თავისუფალი დემოკრატები, აგრეთვე სხვა რა გინდა რა პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის ოდიოზურებიც ებრძოდა იმ კორუფციასაც, რომელიც იმხანად მათეული გააზრებითაც და ობიექტურად იყო საქართველოში განა არა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 10-12 წლის განმავლობაში თურმე ესეთი კორუფციას არათუ არ ებრძოდნენ, არამედ პირიქით კორუფციის ფესვებს სულ უფრო აღრმავებდნენ და იდგამდა კორუფცია ფესვებს ჩვენ საზოგადოებაში მთლიანად, მათ შორის ელიტური კორუფცია გაგიკვირდებათ და რაც ხრავდა და ანგრევდა ჩვენს ქვეყანას. კი 2018 წელსაც რომ გეკითხათ რომელიმე ბანდიტისთვის გეტყოდათ, რომ კორუფციის დამარცხების ინდექსით საქართველოს მსოფლიოს 17-ულშია, ან 2020 წელს რომ გეკითხა რომელიმე მაშინდელი პრემიერ-მინისტრისთვის რა მდგომარეობაშია კორუფცია, და აიყო გეტყოდა გიორგი გახარია, ქართულ ჯიგრულ პონჩში გაექცა ვიღაცას ხელი სადღაც და ეს რა კორუფციაო, მაშინაც ესენი ბაქიბუქობდნენ, მაგრამ ახლა მოусმინოთ დღევანდელ პრემიერ-მინისტრად წოდებულ პრემიერ-მინისტრს, თუ გებავთ ასე ვიტყვი, ძალაუფლების კვერთხის მფლობელ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამბობს შემდეგს. ესენ შედგა ჩვენი პარტიის ხილობა, პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიზინა ივანიშვილი პარტიის თანამდებობის რანგში და მან ერთ-ერთი მთავარი განცხადება ამ ხილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით. ისაუბრა კორუფციის რისკებზე და იმაზე, რომ აქ იყო საჭირო ჩარევა და ქმედითი აბჯების. ოდიში უკაცრავად მათენაზე რო თქვა, იზვინიძე, აქამდე მანამდე რა ხდებოდა? ანუ ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე რა გამოდის? რომ კორუფციაში იძირებოდა საქართველო და კონკრეტულად ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა, ასე გამოსდის უშუალოდ ირაკლი კობახიძეს. მანამდე 10 წლის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში კორუფციას არ ებრძოდით? მანამდე 10 წლის განმავლობაში გამოდის რომ კორუფციით იყო დაკავებული ბევრი მაღალჩინოსანი. ამას მე არა ვამბობ. ბიზინა ივანიშვილის მეორე თუ მესამე მოსვლა რომ არა და მისი ის განცხადება რომ არა,
კორუფცია სად იქნებოდა ახლა კიდევ უფრო მეტად გაფრენილი იქნებოდა თუ იქნებოდა რასაკვირველია და ირაკლი კობახიძეც უშუალოდ მისი ახლო გარემოცვის წევრებიც ასევე და ამ ქართულ ოცნებად წოდებული ბანდის წინა თაობის თუ წინა პლეიადის წარმომადგენლები ღარიბაშვილი, ბურჭულაძე, ლილუაშვილი, სხვები და სხვები, ხო, ხარია შეგვიძლია აქვე მივათვალოთ და სხვები თურმე აღმოჩნდა რომ კორუფციაში არიან და ბიძინა ივანიშვილმა თურმე დაისახა მიზნად 2022-ში თუ არ ვცდებით 21-ში თუ 22-ში როცა დაბრუნდა ის საპატიო თავმჯდომარედ რომ აი კორუფციას აღმოფხვრიო 10 წელი თურმე ხრავდით ქვეყანას მე აღარ გავაგრძელებ ირაკლი კობახიძე ბანდიტის ციტირებას კი არა ჩვენებას რას ამბობს ირაკლი კობახიძე ამ ინტერვიუში ოღონდ არც ვიცი ვისთან მე მგონი იმედის ეთერში ამბობს აბა სადიტყვის ხო მაგალითად შეუძლია თქვას სხვა რამეს გაგახსენებთ ირაკლი კობახიძის ბოლო დროინდელი ბრწყალებში შემოქმედებიდან ეხსომებად როდესაც კორუფციასთან ბრძოლის და სინდიკატებთან ბრძოლის და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის და კიდევ რასთან ბრძოლის კონტექსტში არა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ დაგვიანონსა რომ ეს რა საშინელი ფასებიაო სუპერმარკეტებში კი არა სუმეშლება ამ ქსელურ მარკეტებში სუპერმარკეტებს და ჰიპერმარკეტებს ვერ ეხება იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სწორედ დამფუძნებელი მამის ბიძინა ივანიშვილის კარფურსაც უნდა დასწდეს თავისი 8 კაპაენით ამიტომ მან ილაპარაკა ამ ქსელურ მარკეტებზე ორი ნაბიჯი მიუხედავად იმისა რომ ორი ნაბიჯი მათივე წანაზარდის ბექაურის არის და მეორე წანაზარდის იმ გოჩაც კიტიშვილის 33% თუ არ ვცდები აგრეთვე ილაპარაკა არჩილ გეგენავას სპარზე ასე არ დაუსახელებია მაგრამ მაინც მარჩილ გეგენავას სპარში რამდენად ჩემთვის არის ცნობილი მიქაძეების ძმები მიქაძეების მამაც არის ერთ-ერთი მეწილე ეს ის მიქაძეები არიან რომლებიც სპარცხალაძესთან არიან და ეს ის სპარცხალაძეა რომელიც მე უკვე რომანოვადაც გადაკეთდა და წითელ მოედანზე სეირნობს ხოლმე და გენერალური პროკურორი იყო და რომელზეც ბოტასების ქურდობაში იყო მხილებული და რომელიც ბანდიტია რასაკვირველია FSB-ში კი პირდაპირ ხაზი მეთქი. მოკლედ სპარზე ორნაბიჯზე მაგნიტიც გეგენავასია თუ არ ვცდები თუმცა ცეზარ ჩოჩელისა იყო და კიდევ ვასიკო ჩიგოგიძე რო ყავთ ამათ პარლამენტარი ისიც რაღაც აქაურ იმ ბიზნესებში იყო მოხლართული თუ თლად გულახდები ვიქნებით და შეუტია თითქოს და გუშინ იყო თუ გუშინ წინ გამოაცხადდა გახდა ცნობილი რომ სუსიო დაინტერესდა ამ მაღალი ფასებითო თქვენ გენაცვალეთ მეო და სუსი შევიდა ამ ეხა მარკეტში ხო არ შევიდოდა ჩემ უბანში კონკრეტულად ყაზბეგის გამზირზე არამედ როგორც ჩანს head office-ებში და არკვევს თურმე ბანდიტი დინარაძის უწყება მაკარონს პირობითად რატომ აქვს ესოდენ დიდი ფასი მაშინ როცა და ირაკლი კობახიძეს ვესესხები ისე ირაკლი კობახიძემ თქვა რომ ევროპაში პირველადი მოხმარების საგნებს პროდუქციას აქვს დაბალი გაცილებით დაბალი ფასიო და საოცარი და მეთქვა ვახრა საოცარი და მეთქვა ირაკლი კობახიძემ გაიხსენეთ რას ამბობს ის გაიხსენეთ როგორ ამბობს ევროპაშიო თურქმენეთზე კი არ ლაპარაკობს რუსეთზე კი არ ლაპარაკობს ყაზახეთზე ჩრდილოეთ კორეაზე ბელარუსზე და ასე შემდეგ ბელარუსის ხაშურის დაბალანსებული ფასებია ოღონდ იმიტომ რომ დიქტატორული მეთოდებია გამოყენებული ფასთა წარმოქმნის თვალსაზრისითაც არამედ ახსენებს ევროპას, მაგრამ აი ევროპას რომ ახსენებს, აქ არის სწორედაც რომ ერთი ძაღლის თავი და ამარხული და მე გეტყვით რას გულისხმობ. პატივცემული კი არა, არაპატივცემული კობახიძე, თავადაც ვერ ხვდება, რომ ამით რეკლამა გაუკეთა მან სწორედაც რომ ევროპას როცა აღიარა რომ იქ ფასები არის უფრო დაბალი, ანუ რა გოდომებია ჩვენ ამ ლოგიკიდან გამომდინარე უნდა გვინდოდეს, სწორედ ის ევროპა რომელშიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ყოველგვარი სუსის შეყვანის გარეშე, ყოველგვარი ლუკაშენკას ან ქართელი ლუკაშენკას ბიძინა ივანიშვილის მეთოდების გამოყენების გარეშე, ფასი, იმიტომ რომ კონკურენციის სააგენტო არსებობს, იმიტომ რომ ანტიმონოპოლური სამსახურები მუშაობს, იმიტომ რომ SSR-ი, რის გაკეთებასაც ცდილობს კობახიძის ნაჩალნიკი ბიძინა ივანიშვილი არ არის რეპრესია, იზოლება, ბიძგება გარკვეული მათრახი თუ სახრე გადაჭიმული რომელიმე ბიზნესმენებზე ან ბიზნესის წარმომადგენლებზე კლანები არ არის
იქ არის დაბალი ფასები ხსენებულ მაკარონზე ან ამისი პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვიმჯეროთ რატომ რომელ ქვეყანაში რამდენია DGG სარსულსათო პროდუქციაზე ან პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. აქ იმდენია რომელიმე ერთ ქვეყანაში და სხვაგან სხვა არის, მაგრამ 18% სხვა შორის არც ერთ ქვეყანაში არ არის ევროპულ ქვეყნებზე თუ ვილაპარაკებთ. ამიტომ საკუთარ თავს უნდა საუქსვან კითხვა, რატომ არის ეს კლანები თუ არის კლანები და სინდიკატები თუ არის სინდიკატები და კარტელური შეთანხმებები თუ არის კარტელური შეთანხმებები და რადგან არის ესე იგი ამათთან ყოფილა პრობლემა, ამათთან რომლებიც ქმნიან საქართველოსგან კავკასიის, ბელარუსს და უარეს ქვეყანასაც კი. და ვერ გამოასწორებენ ლუკაშენკოსაგან განსხვავებით მათრახითა და სამხრეთი ფასებს მარკეტებში, ანუ შეიძლება მოჩვენებითად რომელიმე ერთმა სუპერმარკეტმა ხსენებულ მაკარონზე რა ღირს ინგა მაკარონი 4 ლარის პარგლებში, ხო? თქვა გახადოს მაკარონის ფასი 3 და 50 პირობითად ვლაპარაკობ. მაგრამ უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც კი ის ბიზნესი დაალაგდება საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან, ისევ ასწევს ფასს ინფლაციის ფაქტორებიდან გამომდინარე პირობითად 4 ლარამდე თუ 4 და 20-მდე მაკარონზე ვლაპარაკობ თვალსაჩინოებისთვის, რომ ნებისმიერ პირველადი მოხმარების პროდუქციას ეხება ჩემი ეს რეპლიკა თუ ანალიზი. დიახ, ევროპა ყოფილა სამაგალითო და უნებურად ირაკლი კობახიძე ბანდიტმა თქვა, რომ ევროკავშირი არის უკეთესი სივრცე, ვიდრე სივრცე, რომელშიც მე მივაქანებ ქვეყანასო, ანუ სადაც თავად მიაქანებს ამ ქვეყანას. ის აღიარებს ამით ირიბად, ოღონდ თავადაც რო ვერაცნობიერებს ეს კაცი აღიარებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. გულახდილად გეტყვით, ეს ანალიზი, ეს ბოლო რემარკები მე მიკარნახა თუ სწორე სიტყვა და უნდა მისი დებართვა კი არა, მაქვს მისი გვარსახელის გამხელისა, მაგრამ მაინც ერთმა იუზერმა, ჩემმა ფრენდია თუ არა ვნახავ ახლა, დიახ, ოდიში, ესე იგი ფრენდია, არ ყოფილა ფრენდი, მე გაუგზავნე მეგობრობის თხოვნა, ეს არის ესეთი კაცი გიორგი აფრიდონიძე, რომელიც პერიოდულად მე არ ვიცნობ ამ კაცს, ონლაინ ვიცნობ, პერიოდულად მიგზავნის ხოლმე გარკვეულ შენიშვნებს, წერილებს, რაღაც მოსაზრებებს და ასე შემდეგ. მადლობას ვუხდი მას, ეს თუთია გაუგზავნე და მეგობრების თხოვნა, მისი წერილი სწორედ ამას ეხებოდა. ანუ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, აღიარებს, რომ ევროკავშირი უკეთესი სივრცეა. არა, განა დაბალ ფასებს ბელარუსში თუ ტაჯიკეთში ვერ მიაღწევ, ოღონდ იმისთვის რომ დაბალი ფასები მიაღწიო ტაჯიკეთისა თუ ბელარუსის მსგავსად საქართველოში ან ჩრდილოეთ კორეის მსგავსად საქართველოში, ამ შემთხვევაში გჭირდება დიდი მათრახი და დიდი მათრახი სადაც არის, ისეთი ქვეყანა თავისთავად არის ცუდი, იმიტომ რომ როცა რეპრესიებს მიმართავს ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში, ის უცილებლად ძალას ამეტებს, ძალის გადამეტებით მოქმედებს მოწარმეების ამ შემთხვევაში თუ სხვა შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოუდგენელია, რომ ძალას არ გადაამეტო და მართლა ობიექტურად განსაჯო და სხვა თუ არაფერი. იცით რა, მოგიტრიალდებათ ეს ორი ნაბიჯის ხელმძღვანელი პირობითად, ხო სპარის ხელმძღვანელი და გეტყვით, რომ იცი რა არის, ჩემთან რომ მაკარონის ფასის დაგდებაზე ზრუნავ ჩემს ქსელში, დიდი რა მიხედე შენს ბიზინა ივანიშვილს. არა, მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ვინმე ქსელური მარკეტების დამფუძნებლები, ბუმბაძე, ნიკორასი და კიდე სხვაებიც არიან თუ არ ვწდები, აგრეთვე გეგენა ვახსენებული, აგრეთვე ხსენებული ბექაური და სხვები, ისინი მოტრიალდებიან და ოპოზიციას, ან ოპოზიციურ კრიტიკულ მედიას დააფინანსებენ, უმალ დალაგდებიან ბანდიტ კობახიძესთან ისინი და არავითარ შემთხვევაში არ გარისკავენ და ფულს არ მიიტანენ ასე მაგალითად ოპოზიციურ კრიტიკულ მედიაში. მე ამ აზრისა ვარ, მაგრამ მათთვის რომ შემაწუხებელი იქნება ის, რომ სახელმწიფო ასე ერევა და მით უმეტეს ასე ერევა, ეს კი ფაქტია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მონოპოლიაა, ეს მონოპოლია არ უნდა მოირღვეს. თუ კარტელური შეთანხმებებია, ეს კარტელური შეთანხმებები არ უნდა მოირღვეს. ეს ამას არ ნიშნავს, მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რისკედაც მიხავს ბიზინა ივანიშვილის საქმე, როდესაც მარწუხებს უჭერს ამ ქვეყანას ბარებ. ერთი დეტალიც, თბილისიდან მაგალითად ბულგარეთამდე მთელი შავი ზღვა რო გადაჭრა ესე პირდაპირ ხაზით. დაახლოებით ისეთი მანძილია, რაც თბილისიდან მაგალითად თურქმენეთამდე. ხო, ეს 900, 1000 საქართველოს უკაცრავად თბილისიდან საქართველოს საზღვრიდან მეთქი, მოდი ასე ვიტყვი, აი აჭარიდან
ვიდრე ბულგარეთამდე ოღონდ პირდაპირი ხაზით. და ასევე აჭარიდან თუ კახეთ ლაგოდეხიდან პირობითად, მაგალითად თურქმენეთამდე დაახლოებით 1000-1100 კილომეტრის ფარგლებშია. სად გირჩევნიათ ქვეყანა, რომელ ქვეყანაში ცხოვრება? ბულგარეთი, რომელიც ყველაზე სუსტია ევროკავშირში, ბულგარეთის მსგავს ქვეყანაში, თუ თურქმენეთის მსგავს ქვეყანაში, სადაც დგას ცენტრში ასხაბადისა ბერდიმუხამედოვის ძეგლი და ბერდიმუხამედოვის ვითარცა მზის ძეგლის გარშემო ეს ძეგლი ტრიალებს ეგრე მაგის პასუხია ცეკვავენ და თამაშობენ ამ ბერდიმუხამედოვისა და მისი შვილის მიერ დამონებული ადამიანები და ბერდიმუხამედოვი კონკრეტულად გურბანგული გამოცხადებულია ღმერთად ლამის ღმერთად ბიზნე ივანიშვილი ამას ვერ გაპირავს საკუთარ ძეგლს ალბათ ვერ შემოგთავაზებს ეხა თავისუფლების მოედანზე მაგრამ აი ყოველ ახალ წელს ბერა ივანიშვილმა პირდაპირ თუ ირაბი მნიშვნელობით რომ მოგიკაკუროთ და ბერასგან საჩუქრები რომ მიიღოთ ბერას კომპაქტ დისკები ეს არ გამორიცხოთ რომელიღაც ეტაპზე ბიზნე ივანიშვილი იმიტომ რომ მას უნდა ვეთაყვანოთ მას ხო ესე უნდა შეიძლება ამაზეც კი წავიდეს მე მომიტანენ თუ არა მე გადავტეხავ მაგრამ ყველა ხომ არ გადატეხავს და შეიძლება დაავალდებულო კიდეც რომ უსმინონ ბერა ივანიშვილის ბიზნე ივანიშვილი რო ამბობს აი ექსტროკონში თუ ორსტრიკონში ჩაატია რა გენიოსი კაციაო გენიოსი პოეტი მე აბსოლუტური გენიოსი ერთი ვიცი მე-20 საუკუნეში 21 საუკუნეში ასეც არ ვიცნობ და მუსიკოსები ყავდა ასაკურებელია გენიალურები მაგრამ ბერა ივანიშვილი 100,000 ეულს მიღმა მეთქი ამას თუ ვიტყვი იმედი მაქვს არ მიწყედენ ივანიშვილები და თუ მიწყედენ ცივი წყალი დალიონ ნახვამდის